ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა. გიორგი სიგუას განმარტებით 1 მაისიდან ტურისტების რაოდენობის ზრდა იგეგმება, ასევე მზადდება ქვეყნის საიმიჯო 4 ვიდეო რგოლი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თვის ბოლოს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და მასშტაბური ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბორჯომში და რაჭაში გაიმართება. მისივე თქმით, მაისში ასევე უკრაინელი ტურისტების გაორმაგებას ვარაუდობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და უკრაინელ ავიაკომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ზაფხულში უკრაინის მიმართულებით 11 ახალი რეისი დაემატება. ჩვენ გვაქვს გეგმა და სტრატეგია ამ ტურისტების ნაწილის საუბარია გაორმაგებაზე ტურისტების რაოდენობის უკრაინიდან. შარშან ყავდა 125,000 ტურისტი და აი ამ რაოდენობის გაორმაგება გვინდა. წლევანდელი ზაფხულის ხარჯზე გვაქვს დიდი გეგმა და სტრატეგია და უახლოეს დღეებში დაიწყება ამის განხორციელება და უპრეცედენტო დიდი აქტიური სარეკლამო მარკეტინგული კამპანია უკრაინაში. ასევე შეთანხმება არის მიღწეული ერთ ავიაკომპანიასთან, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან.